მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. არის სერიოზული, არის ძალიან რთული რიტუალი და სანამ გაგრძელებას, ყურების გაგრძელებას დააპირებთ, უნდა გითხრათ, ვისაც როდესმე კარგად გაიხსენეთ, ვინმეს შავი მაგია გამოგიყენებიათ, დაბალი რანგი, შავი მაგიაში არსებობს მაღალი და დაბალი რანგი. არ უყუროთ ამ რიტუალს, იმიტომ რომ თუ ხალხი გაგიფუჭებიათ, თუ უდანაშაულო ადამიანები, ვისაც გაგიფუჭებიათ, გადით დახურეთ ვიდეო, იმიტომ რომ და უყურეთ სხვა არხებს უყურეთ, ჩემი არხიდან გადით საერთოდ. მე უკვე აქ თქვი ყველაფერი, გამზადებულია. თემა ეხება მტერს, ჩემსა და თქვენს მტრებს. ძალიან გააქტიურდნენ და თეთრი მაგიით, მხოლოდ თეთრი მაგიით ამ დილეტანტებს, ამ დაბალ რანგზე შავი მაგიის უშნასწებთან, ბესებთან, ლარვებთან, რომ ძმაკაცობენ ასტრალიდან, რომ იწვევენ ვიღაცებს და სხვისი ენერგიებით იკვებებიან და კარმა, თავიანთი კარმა რო არ უნდათ, რომ გაიარონ და სხვაზე რომ გადააგდებენ, ხო, პერეკიდები, პერეკლადები, ავადმყოფობების და ასე შემდეგ, ხო, რადავოი ხაზის, წინაპრული ხაზის გავლა არ უნდათ და აკეთებენ, ვინც აკეთებს გადმოგდებას, ხო? პერეკიც, პერეკლაც, ამ ყველაფერს აქაც ეხება. ესე იგი, აქ მოწვეულია მაქსიმალურად შევეცადე, რომ გამოჩენილიყო. დღეს ეშმაკი მყავს მოწვეული, სატანა, ძიავალ, ვინ როგორ ეძახის, მაღალი რანგის სამეული. ასევე გეკადა, ასევე აზაზელია, ასევე არხანგელი, სიკვდილის არხანგელი, მაღალი რანგი, წმინდა ნიკოლოზი, სასწაულო მოქმედი, კოლხეთის ღვთისმშობელი მარიამი და აქეთ არ ჩანს, რო იცოდეთ, მიცვალებულები, ვინც მე მიცავენ და ასევე გასამართლდებიან, ძალიან. აქ არ შეიძლება რომ სულ დავხურო პანჯარად, ცოტა შეღებული მაქვს და მოკლედ აქ ეს არის, ეს შავი ხელი ნახეთ რა არის, ეს ნახეთ რომ ამობრუნებული მაქვს გექტაგრამაზე. აქ არის თქვენი მტრები, აქ მტერი აწერია, ხედავთ. ეხლა სანამ მე გესაუბრებით, ჩააქსოვეთ თქვენი მტრები, რამდენსაც მოასწრებთ, რომ რეზონირდეს პირველ ნახვაზე, გირჩევთ რომ 4-5-ზე მეტი 5-ზე მეტი მტერი არა, რომ კარგად რეზონირდეს. 3 უკეთესია. კარგად მომისმინეთ ხოლმე, როცა ვამბობ, როგორ უნდა უყუროთ, რამდენჯერ და რანაირად, ზუსტად რეზონირდება და თქვენებურად რომ გადააკეთებთ ხოლმე, არიან ესეთი პროფესორები, თქვენ გიბრუნდებათ მერე უკან ხალხნო ეს ყველაფერი, მიხვდით? ეხლა ჩაყარეთ, მიდით აქ თქვენი მტრები, აქ. აქ რა თქმა უნდა 4 კუპია, ხედავთ, ფულზე დევს. ეს გაასუფთავებს აქაურობას და აბრატკებს, უკვე აკეთებს, უკვე მუშაობს. და მე ახლა წმინდა გიორგის ძალით გავხსნი ამ რიტუალს. ყელში მიჭარენ, სანთლები მძლივს დავამაგრე, რამოდენიმეჯერ, იმიტომ რომ აქ ბევრს არ სიამოვნებს, კალდუნებს, შავ ვეძმებს და ასე შემდეგ, რო არ ისვენებენ კონკურენტები, სამსახურიდან უფროსები, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ,
და რანაირი ხალხიც არიან მეზობლები რომ ჯადოებს გიკეთებენ ოღონ მომისმინეთ თუ ის ადამიანი ნამდვილად არ არის ამ რიტუალის ღირსი კარგად დაფიქრდით სანამ დაასახელებთ და ნუ გაწირავთ აქ უკვე ამ ორ სანთელზე არის რაღაცები ნაწერი ხედავთ არის უძლიერესი შავი ლოცვები წაკითხული ჩემგან ეს ვოლტი არის უკვე გამზადებული ხედავთ აქაც ნუ ჩემი მტერია და უკვე აქვს ხედავთ ხო აი ესეთი და ეს იქნება თქვენი მტრები კიდე მიხვდით ხო თქვენი მტრები ხო ხო, ნუ გაწირავთ მოკლედ ადამიანს. ესეთ სიტუაციაში თუ ვინმემ გაწყენინათ, ვინმემ ირიბად შემოგხედათ, რაღაცა ერთი წლის წინ რაღაცა შეკვირდათ, არ გაგიკეთათ და ასე შემდეგ. ესეთი ხალხი შეგიძლიათ მაქვს მე ჩვეულებრივი ბუმერანგები, მაგრამ ჩემი რიტუალები, ჩემი ძალები ჩვეულებრივი არ ხდება. ყოველთვის ძლიერია, მაგრამ გირჩევთ სხვა რიტუალებში ახსენოთ ესეთი ხალხი. თქვენთვის გეუბნებით. მე არ თქვათ რომ ნინიამ არ გაგვაფრთხილა. კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ აქ ვისაც ჩაიფიქრებთ, მის შვილებზე გადავა, ზოგი ფინანსებს დაკარგავს, სამსახურს საერთოდ ვეღარ იპოვის, ბიზნეს დაკარგავს, გაკოტრდება, ნუ კუბო ელოდება, მიცვალებულები ელოდებიან, მიხვდით? მე ამ რიტუალს ვერ შემომიბრუნებთ, ისეთი რაღაცეები მაქვს წაკითხული, რასაც ვერ ხედავთ ეთერს გარეთ და რეებიც ხდება და რა თქმა უნდა, ამ რიტუალის მერე დაიყენეთ დაცვა, მაქვს მე რამოდენიმე, ნუ მეკითხებით, თქვენ თვითონ მოირგეთ, რომელი დაცვა უნდა დაიყენოთ, ხო? ხო, ეხლა მე გავააქტიურებ, ჩემო კარგებო, ჩააქსოვეთ თქვენი მტრები, ხო? ჩააქსოვეთ აქ. მოდი, აი, მეშინია რო ავიღო სანთლები ისე აი ეს. ნუ უკუღმა აჩვენებს, მაგრამ აი აქ ჩაყარეთ. აი აქ ჩაყარეთ და გარწმუნებთ, რომ კარგი დღე არ დაადგება, კარგი დღე იმ ხალხს. მაქვს რუნები ეს აბრატკაზე ესეც რომ წავიდეს და აღარ მოვიდეს საერთოდ ვააქტიურებ რუნებს ღმერთ ოძინას ვიწევ ჩემი ნინიასი ჩემი კარგი ნორმალური და კეთილი სულის გამომწერებისთვის ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი ახლობლებისთვის, ჩემი ახლობლებისთვის ისე რომ ესე იგი ზიანი არ მოგვაყენოს, მადლობა. და ჩვენს ფინანსებს არ შეეხოს. მიჭერს. ეს იყოს ჯერჯერობით აქეთ იყოს მან რუსულად წერია ძირითადში მოდით ახლა გავააქტიურებ აი ამას ოპა უკვე დავიწყე ხელი ჯერ ამას გავააქტიურებ და რა მინდა გითხრათ აი ეს სანთელი ახლა რომელსაც ვააქტიურებ თვითონ აი დაიწვა უკვე აი აქ დავყრე არა უშავს თვითონ ესე იგი მოინდომა რა ხელმა საერთოდ რიტუალი რა როგორ რა არის და უფალი და ძალები ხო ხელი როგორც წაიღებს როგორც გაგვაკეთებინებს აი ისე წავა რიტუალი მიხვდით
ჩაქვრა, ხედავთ, რამხელა წინააღმდეგობა, მაინც ავანთებ. ესე იგი, რისი თქმა მინდა, ესენი ხო სწორად დგას. ეს გადამაბრუნებინა, ნახეთ, უკვე მესვრიან ძალები, ბოროტი ძალები, მტრები, თქვენი მტრები, ჩემი მტრები. და ეს ამობრუნებულია, რო იცოდეთ და მე ვნახე, რომ ამობრუნებული დავდევი, მიხვდით ხო? აი რეები ხდება. ეს უკვე თუ კიდე არ წაყირავდა, არ ვიცი. მე გავასწორებ 50-ჯერ გადმობრუნდა, ვააქტიურებ სანთლებს, რომ აი ამ წრედან ვერ გავიდნენ. ახეთ, აი ესეც თუ არ გადავარდა, კარგია. ანუ ითხოვენ ოტკუპს დიდი მაღალი ძალები და თეთრი ძალები და შავი ძალები. მალე მიიღებთ და ეს ხო იცით მე სად დამთავრდება? მე ხა თქვენ რასაც ნახავთ, ის რაც თქვენ უნდა თქვენმა თვალებმა უნდა ნახოს, იმას განახებთ, თორე დანარჩენი ხო, თქვენ აქ არაფერს არ ნახავთ. მე როგორ დავამთავრებ, რანაირად, სად და ასე შემდეგ ბუდიშის ავწევ ხელს, ვააქტიურებ, სატანა გიწევ. დამეხმარო მე და ჩემს. ნუ გეშინიათ, ეს ნახევრად შავი მაგიაა, იმიტომ რომ ასეთ რიტუალებს ჩვენ, ანუ თეთრი მაგები, ხედავთ, ეხლა მე როგორ გამიჭირდება. მე ერთი წუთი ფეხზე უნდა ავდგე. თეთრი მაგები ვაკეთებთ, ვინც ვართ ნამდვილად, რომ ნუ გეშინიათ, ეშმაკი და სატანა იგივე, ვინ როგორ ეძახის, ხო? რა არის? არის დამხმარე. თუ შენ არაფერი არ ჩაიდინე ცუდი, თუ შენ უდანაშაულო ადამიანი არ გაწირე, როგორც აი ჩვენ, მე და თქვენ, ჩემო უსაყვარლესო გამომწერებო, თბილებო, რომ ესე იგი არ გაწირეთ და დამნაშავე არ გახადეთ, თუ შავი მაგიით, გინ დაბალი და გინ მაღალი რანგით, ესე იგი არ დასაჯეთ, თქვენ სატანა, ეშმაკი, ანუ ძიავალი, არაფერს არ დაგიშავებთ, იცოდეთ. პირიქით, პატივი უნდა სცეთ და დაგეხმარებათ ძალიან აი ესეთ საკითხებში, მიხვდით ხო? იმიტომ რომ ესეთ ხალხს მხოლოდ თეთრი მაგიის ძალით მოიშორებ, მაგრამ ჩახსნი, მაგრამ მე ისევ შეიძლება მობრუნდნენ, მე ისევ ან დიდი ხანი მოუნდეს აი ამ თემას, მიხვდით ხო? აქ თეთრი სანთელი, ჩაი ხო თქვია რა, აქ სერიოზული რაღაცეები მოხდება. ნახეთ, თუ დაიწვა, არ შეგეშინდეთ, გადავაადგილებ, მეგობრებო, ნუ გეშინიათ, მოდით მე ესე ვიზავ და სასწაული რა არის, იცით? არ ქრება, ესე იგი უკვე დაიწყეს ძალებმა, დაიწყეს მუშაობა, ხედავთ, დაიწყეს და ძალიან კარგია, რომ დაიწყეს. არ შეგეშინდეთ, ისეთი არაფერი არ ხდება, რაც მე არ მინახია. ხო, ეხლა ეს ჩვენი მტერი, იგივე ჩაიფიქრეთ, იგივე ხალხი ჩაიფიქრეთ, მიდით სანამ მე აქ რაღაცას გავაკეთებ. ეს მე უთქვენოდ კარგად მოვამზადებდი, მაგრამ მე მინდოდა, რომ თქვენ გენახათ, მიხვდით? რომ თქვენ გენახათ. აი ესე დაეყრება ზეთ. ესე. ნუ ესე. აი ესე.
არ მენანება. ეხლა მე ისეთ რაღაცას ავიღებ, რომელიც მეგობრებო არის საიდანაბა სწორია. მიცვალებულის მიწა. აი უყურეთ რა დაემართება. ჩვენ ხო გვაყრიან. აი ნახეთ მიცვალებულის მიწაზე როგორ ჩამოვარდა. ნუ გეშინიათ, ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა წავიდეს. მე ვიცოდი, რომ ესეთი რაღაცები იქნება. თუ არა და მე სასწაული იცით რა არის, სანთელი ხო ვარდება. ხო, არ ქრება. ესე იგი, ისეთი ძლიერი ისინი მაქვს წაკითხული, რომ ვერ უძლებს და უკვე გვეხმარება შავი მაღალი ძალები, მიხვდით თქვენ? გვეხმარება. მადლობა. მე ხა ეს ცოტა რაღაცები გავწიო, თორე მე ვიცი აქ რა მოხდება. ძალიან კარგად მიდის, მე მომწონს, კი. ეხლა უყურეთ, მე აქ ეხლა აი ამ შავ ხედავთ ხო რა მიჭირავს ხელში? თავში ჩაურჭო და მე უფრო დიდი. ეს ძალიან დიდია. ამას ნახდად ვერ გაუძლებს. ეს ვოლტი მე ეხა გეტყვით, თვენახევარია, ვამზადებ. ჩემი მტრისთვის. მეც ხომ ყავს? მტერი. და აი აქ. მიცადე. აი აქ. დაბლა ჩაკრებზე. და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ როგორი დატვირთვა აქვს, ხო? ხო წარმოგიდგენიათ უკვე. ძალიან კარგი. კარგით, დავიწყოთ ახლა მეგობრებო, უკან სანთლები ძალიან კარგად მუშაობს. დავცხოთ ახლა, დავცხოთ. ოხ, როგორ. დავცხოთ მეგობრებო. მე იქაც ვუყურებ, აქაც ვუყურებ. დავიწყეთ. აქ მე ახლა ლოცვებს აღარ ვკითხულობ, იმიტომ რომ უკვე წაკითხულია ლოცვები, გითხარით. უბრალოდ მე ახლა მტერს დავამუშავებ. ესე, ნახეთ როგორ ჩაქრა? ხედავთ? როგორი წინააღმდეგობა, იგრძნო. აქ ჩემს მტერს პირადად ვიცი, არის მაგიის წარმომადგენელი და თვითონ რო ვეღარ გახდა ვერაფერს ჩემთან, ჩემ ძალებთან, ნუ რა აღარ მოსინჯა, მიმართა სხვა შეერთებულ ძალებს. აი ეს ძალები, ვინც დაეხმარნენ ჩემს მტრებს, იმათაც სხვა აღარ გაუხარია, ვინც თანხმობა მისცა ჩემზე ხელის აწევისთვის, ჩემი ვითომ გაფუჭებისთვის ჭალებში, რა აღარ სცადეს, სუშნასწიბილი აროები, ბესები, ჯადოები სიკვდილზე, ჯადოები ობობაზე, ობობას ქსელის ჯადოები, იზოლაცია, ყურის ჯადოები, ნუ მე ხო გრძნობ ჩემს სხეულზე, ნუ ფეხის ჩაკეტვები, ნუ დიდი ხანია ეს მებრძვის. რა ხან ესეა? მე უფრო მებრძვიან ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ჩემი ენერგიების გადაკაჩვა უნდათ, ჩემი წინაპრული ხაზის მოპარვა უნდათ, რომ მე გავიარო იმათი კარმა. აი შემომხედე,
აი ეს თქვენ, ვისაც აი ეს გინდათ, თქვენ არიცით, რომ მართლა პრაქტიკოსი, ვინც მართლა, ანუ მე ვარ, რომ არ უნდა შეეხოთ, არ უნდა გააბრაზოთ, გითმინეთ და ყველაფერს აქვს საზღვარი. აი ესე დაგეწვათ თქვენ მულად ხარ სახასრა, აი ესე. აი ესე დაიკარგება ახლა ჩემო მტერო, მტრებო, აი ეს თქვენი ფინანსური არხები, აღარ გექნებათ, აღარაფერი აღარ გიშველით, მოკლედ რო იცოდეთ. განწირული ხართ, განწირული ხართ. მე არავდგარ ვარ და დღეს არ მომიფიქრებია ეს, მე ველოდებოდი თანხმობას, ჩემი ძალებიდან ხალხო, მე ვინც მიცნობს იცით ხო, რომ ესეთ იმებს თუ ძალიან არ გააჯაზა მტერმა, ყოველთვის ვარ ლმობიერი კეთილი, კეთილსინდისიერი, თბილი, მოსიყვარულე, მაგრამ აი უკვე როგორ წინააღმდეგობს, ნახეთ, ვერ უძლებს. მაგრამ აი ეს რომელ ხელზეც ცდილობ, რომ მე შემიკრა, ვითომ კალდუნო, TikTok-ებიდან რო გაქვთ ნასწავლი, ინტერნეტიდან რო გაქვთ ნასწავლი. აი ესეთები, გოგოები, ბიჭები, მამაკაცები, ქალები ვეძმებს რო ეძახით თქვენ თავებს და პროფესორები რო გგონიათ თქვენი თავები და როდემდე გაიჯეჯილებთ, ხო? როდემდე გაიჯეჯილებთ. ვინც მე შემეხო ამ რიტუალამდე, ნახეთ რა მოგივიდათ, ხო? მე არა, მე ხელსაც არ ვანწრევ, მეგობრებო, მე ჩემი სცადეს ჩემი დაცვების მოხსნა, ჩემი დამხმარეები, ჩემი წინაპრების გათიშვა ძალებთან, თეთრთან, შავთან. მოკლედ, მეგობრებო, აი რაღაც სცადეს, იცით? აი ძალიან არის მაღალი ძალები მე სადა ვიზეც მუშაობ, ვინც მეხმარებიან, მე არც ვმალავ, როცა საჭიროა. და არის მეგობრებო ძალიან დაბალი, აი ძალიან, იცით რატო მაგათ არა აქვთ, აი სასაფლაოზე რო ძინავთ, ხო ხდებით არა? და გონიათ მე იქედან აიკიდებენ რაღაცებს და ხო უსულო არსებებს, საშინელ რაღაცებს. და მე უკან ან სწორად ვერ აბრუნებენ და მე იმასაც სხვას უკიდებენ, მიხვდით? სხვაზე გადააქვთ. აი ხა ეს ბულავკა გადმოგიტანს უკან ჩემსა და თქვენს მტრებს, მეგობრებო, მე ვინც ჩამოვთვალე, ой და არ გეხებით, არავისთან ომს არ ვაცხადებ, არა. და გაჩერდით რა, გაჩერდით. აი ახლა უკვე რა ხან არ გაჩერდით. მე სულელი არა ვარო მეორე ლოყა ვინმეს მიუშვირო. არ არსებობს. გამორიცხულია. აი ეს თქვენ მტრებს და ჩემს მტრებს, მეგობრებო, აი ეს ერთი წუთი, აჰა. აი ეს. აჰა. ნახეთ როგორ არ უნდა, როგორ ქრება, ნახე როგორ ქრება, არ უნდა, წინააღმდეგობს და ეს ჯერ არ უნდა დამწვარიყო. ნახეთ რეები ხდება. ვერ გაუძლო, იმიტომ რომ აქ სერიოზული ლოცვები, ეს ლოცვები არ არის, ეს არის გასასტუმრებელი, მიხვდით? ადამიანის იზოლაცია. გასასტუმრებელი. აბა. ნინი აქ გეწვევათ, მაგრამ ჩვენი მტრებისთვის რას არ გავაკეთებთ, ხო? და თქვენთვის რას არ გავაკეთებთ. კარგი, ამას მე ახლა ესე შევკეცავ და ესე იმუშაოს. მეგობრებო, მოიცადეთ, აქ სერიოზული წინააღმდეგობა მაქვს მე. მე აქ ვიცოდი, რომ აქ ესე ნახეთ, როგორ წინააღმდეგობს. ნახეთ, როგორ წინააღმდეგობს. კარგი. მე ახლა თქვენის ნებართვით მაშინ, აი აქ
ამას აი აქ დავამაგრებ, რომ იმუშაოს. მაგრამ კარნახობენ რომ აი ესე უნდა დავდო. მიხვდით რა ხდება? მიხვდით რა ხდება? აჰა, სატანამ ესე დადეო. კი ბატონო, დავდებ დიდი სიამოვნებით. ნახეთ, ცეცხლი გაჩნდა მეგობრებო. ცეცხლი გაჩნდა. ეს მე უნდა დავწვა, მაგრამ მე ავაცლი, არა უშავს, კარგით. ძალები ჩვენთან არიან და ეს საერთოდ ესე არ უნდა გადმოყირავდეს, იმიტომ რომ მე პირველად არ ვაკეთებ, ხო? არ ვაკეთებ პირველად. ეს თქვენ რასაც არ ხედავთ, მე ხა ხალხთან ხომ მუშაობ, არა, პირადი რიტუალებიც მაქვს, ხო? კი ბატონო, ესე იყოს, რახან ძალებმა ესე ინება. მოდით მაშინ ფეხიდანაც აი ესე შევუკიდოთ, აი ესე. ესე შევუკიდოთ ფეხიდანაც, ესე. და აქ მე ისეთი ლიტანია ქვია, ლიტანია. ჩვენ ხო გვისტუმრებენ, სასიკვდილო ჯადოებს გვიკეთებენ, ჩვენ შვილებს უკეთებენ, შვილიშვილებს, ოჯახებს. ნუ ჯანმრთელობაზე აღარ ვსაუბრობ და ფინანსებზე, მეგობრებო, პირდაპირ ჩვენს, ესე იგი, მოსპობაზე, ნუ რო წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ხო? ხო და ჩვენ რატო დავინდოთ მითხარით? მე რატო უნდა დავინდო? ესეთი რაღაცა, ეს ხო ადამიანი არ არის, ეს რაღაცა. ხო, მეთანხმებით, ძალიან კარგი. ხო, კარგით ვიმუშაოთ. ამ ორ სანთელზეც ისეთი რაღაცებია, რომ აი, ნუ მოკლედ, მოდით ახლა ჩვენ ერთი წუთით მეგობრებო. აი აქ, ახლა აი ამას მე ცტრა მინდა. ეს ცოტა რომ ეს ქალდიც დაიწვას ცოტა, წაუკიდო. კუბოში ჩავაწვენ ბოლოს, კუბოში. ესე. რუნას ძალაო, ხო, რა ძალა, ვიგრძენი. მადლობა რუნების სტავს, წყობას. ვიგრძენი. აი უკვე ხო იცით, უკვე რა მოუვა იცით აი ახლა, ნუ ბოლოს აი ამას მე ხა მე უთქვინოდ იმას, აჰა ვეცდები ავწიო, რომ ხა თვითონაც წაეკიდება. ამიტომ სულ ვიძახი ყველა რიტუალში, მგონი რომ აი არ ვიცი როგორ განვითარდება რიტუალი, როგორც ძალები ინებებენ, როგორც მიკარნახებენ. ესე იგი, აქ დაადეო თავიდანვე, აქ დამადეო. აჰა, დავადებ დიდი სიამოვნებით, რატომაც არა. თვითონ სატანა გაუკეთებს გასაკეთებელს. დაგვეხმარება. აი ძალიან ცუდ დღეში იქნება. კიდე გიმეორებთ, არც იფიქროთ ჩემზე შემოbrunება. თორე მეორე დღე კი არა, საათი აღარ გასტანს თქვენი სიცოცხლე. მე ისე ვარ ახლა საერთოდ ყოველთვის დაცული, კი ცდილობთ ჩემი დაცვების მონგრევას, მაგრამ არ გამოგდით. გაჩერდით, ყველაფერს აქვს საზღვარი, გაჩერდით. თქვენ არა ხალხო. აიცით რა, ცოტა აი აქეთ მინდა ესე, როგორღაც მოვახერხო. ძალიან რთულია, მაგრამ აი წავუკიდე ქალს, რომ რუნა, აი ესე, მადლობა რუნა.
აქ შაბაშია, ვინ შაბაშს აკეთებს, მიხვდით? შაბაში, ხო იცით რა არის შაბაში? ყველა რო ერთად აკეთებს და ან ერთი ადამიანი რო თვითონ რო არაფრის ტრაკი არა აქვს, აი ბუდიშით მარა უნდა მეთქვა და მერე ინტერნეტიდან იყენებს რაღაცეებს. გვერდში მდგომიც კი ძალიან დაისჯება. აი ის ხო იტყვის, მე რა შუაში ვარ, თავში ხარ, იმიტომ რომ მონაწილე ხარ იგივე, იგივე მონაწილე ხარ. არ მანებებთ თავს, არ გვანებებთ თავს და მე რავალდებული ვარო თქვენზე ვიფიქრო, თქვენს ჯანმრთელობას და თქვენს სიცოცხლეზე, მეც საქმე არა მაქვს. YouTube-ს ვთხოვ, რომ ეს ვიდეო აჩვენოს ჩემს ხალხს და ესე აქრები ხდება, აი აქ წავიდა თუ წავიდა მეგობრებო, ფოლგა იწვის, ფოლგა, მე მგონი უნდა მოვამზადო კიდე. აქ წავუკიდო კარგად ჯერ. კარგად. ოხოხო, აქ ყველაფერი ციფრა. ოპა, ხალხნო, ნახეთ. ვერ გაუძლო. ნახეთ, ვერ გაუძლო. მე ცოტა გავიწევი, ერთერთი თქვენ უყურეთ და მე ფოლგას ავიღებ. და ფანჯარა გამოვაღე, მეგობრებო. ხედავთ აქრეები ხდება. საშინელებები ხდება, იმიტომ რომ ეს გასკდა უკვე, ჩემო მეგობრებო. ახლა ეს მინდა მე თქვენი და ჩემი მტერი ჩაიფიქრეთ. უყურეთ, მოინდომეთ, თუ ვინათ ჩააფურთხეთ ზეთ. ღირსები არიან. ნუ მე ესეთ რიტუალებს საერთოდ გარეთ ვატარებ ხოლმე ბუნებაში. არა ეხა ქარი დაისროა. მიხვდით. კარგად მუშაობს ყველაფერი. თავის თებშიანად გავაყოლებ. ვერ გაუძლო. მერა. ხა, თებში არ მინდა გამოვწურეს. აჰა. არ დავტოვე მაინც. თუ რამე დარჩება, მე რომ ამას დავამთავრებ თქვენოთ, მეგობრებო, მე უკვე დაიწვება ყველაფერი. იქედან ავკრიფავ, რა თქმა უნდა. არაფერს არ დავტოვებ, ნუ გეშინიათ ტრისგან. მე ახლა ამის მერე კიდე სხვა ლოცვები უნდა წავიკითხო, აბა. ასე კი არა, ეს კიდე ცოტაა. ეს კიდე ცოტაა, მიხვდით? ეს კიდე ცოტაა. ასე. ეს კიდე ცოტაა.
წუთი მე კარებსაც გამოვახებ. თორე ხმაზე უკაცრავად, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის კორპუსში, მეგობრებო, არ გამოდის კორპუსში. ფოლგა იწვის, ნუ ხო თქვი. აი ფოლგა როგორ უნდა დაიწვას, ფოლგა როგორ უნდა დაიწვას, ერთი მითხარით. ფიზიკა. მე კარგად ვიცი ფიზიკა. ასტროფიზიკაც სწავლობდი. ოპა. უყურეთ. აქ არის სასაფლაოზე ნამყოფი ძაფები, მეგობრებო. სასაფლაოზე ნამყოფი ძაფებია და აჰა, რუნაც იწვება. მადლობა რუნას, გაიყოლეთან, ჩემი მტერი და ჩვენი მტრები. გასაგებია, გავიგე. იმედია მოვასწრებ. ცოტაღა დარჩა, ისვრის უკვე. ხედავთ, რები ხდება, ისიამოვნეთ. მე აქ კი გავხეხავ მე ისევ თავით. ისიამოვნეთ. აი ამ სანახაობით ისიამოვნეთ. სერიოზული დარტყმა ეს. სერიოზული, იმიტომ რომ ძალიან შემაწუხეს და ძალიან აი დროს უბრალოდ რა არიცი, აი თავიანთი მაიმუნობებით, არა ადამიანობებით დროს რო გაკარგინებენ, მიხვდით? ნუ მე დროს არ მაკარგინებენ, მაგრამ ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ოპა, გავიწიო, კიდე გატყდა. გაწეული ვარ, თქვენ რაც საჭირო, იმას ხედავთ, ჩემი ხმა გესმით. ეხა მეზობლები არ მომიკაკუნონ, რა ხდება, ნინია. რა ხდება და ვეტყვით, მტრები იწვის, ყდებიან, ვერ გაუძლეს. თან ეხლა მიცვალებულის ამაზე იდო ეს ძაფებიც. კარგად არ გატყდეთ, ცოტა დარჩა, ცოტა. მაღალო თეთრძალებო, უფალო, ანგელოზებო, არხანგელებო, ვინც მოგიწვიეთ. მაღალო რანგო, სატანა, ეშმაკო, დაგვეხმარე. თეთრო და შავო ძალებო, დამეხმარეთ, რომ სამართლიანობა აღსდგეს და უდანაშაული ხალხი რომ ტყუილა არ დაისაჯოს. გთხოვთ, აღასრულეთ სამართალი. აი ეს ჭუჭყიანი, აი ეს ნეხვი ხალხი რომ მოაშოროთ, მე მომაშოროთ და ჩემს ადამიანურ გამომწერებს. აი სულიერად რომ კარგები ხართ. ძაფები მინდა დაიწვას, თორე მიწა შიშინებს. აქ ეხა წავიდა სუშნასწები ლარვები, ინკუბები, სუკუბები, დემონები, დაბალი ჭიაყელები, პარაზიტები. და ეს რა თქმა უნდა ეხა მე და თქვენ მოგშორდება და იმათ გაუბრუნდება, იმათ ოჯახებს. უკვე ამ რიტუალის ყურების დროს თქვენ ნახეთ რა მოუვათ. შეიძლება ვერ გაიგოთ, არც ეცადოთ მტერი როგორ არის, ნეგატივი არ შემოუშვათ უკან.
რომ ეკითხებით ხოლმე ნინი ამაში რამდენი იცით რა არის არიან ესეთი გამომწერებიც წენის გარეშე დაამთავრე ვიდეო ბოლომდე და ბოლოში ვიძახი ხოლმე რამდენია გამოსასყიდი თუ არ დაამთავრებ და გადასკროლავ მაშინ არ იმოქმედებს რა თქმა უნდა არც რომ არ იმოქმედებს არ რეზონირდება არ გადმოქაჩოთ WhatsApp-ებზე, Viber-ებზე და ასე შემდეგ სხვა იმაზე არ უყუროთ, მარტო მხოლოდ ჩემს არხზე უნდა შეხვიდეთ ყოველ ნახვაზე. თუნდაც იგივე ვიდეოს ნახვაზე და თუნდაც საერთოდ ნახვაზე. ხო, მომისმინეთ კიდე არის ესეთი კითხვები. ყოველთვე, კი, ყოველთვე თუ რა არა აქვს მნიშვნელობა, თვე იცვლება საიცვლება, დედამიწა ბრუნავს, ვარსკვლავები ადგილდება, პლანეტები, ხო? მთვარე, ჩვენ წლები გვემატება, დღეები, კი, ახლიდან უნდა გამოისყიდოთ. შეგიძლიათ ვიზეც აკეთებთ, ან არის განსაკურნებელი, ყველანაირი რიტუალებია ნინიასთან, ჩემთან, ხო? იმის სახელი თქვათ, ჯერ თქვენზე უყურეთ, მერე იმაზე. და რა თქმა უნდა ის სხვა ადამიანია თქვენი შვილიც რო იყოს იმაზე ცალკეა გამოსასყიდი მიხვდით ხო იმიტომ რომ ძალებთან ცვლით თქვენ ეხა მე აქ ვინც მყავს და რაც მყავს მოწეული აქ ხო ჯერ მე უნდა ისეთ ადგილას დავამთავრო უკვე ხვდებით ხო ხო და აი ნახეთ რკალი ეს ზაკალცოვკა გაიხსნა დაიმსხრა აი ძალიან კარგი აქ ფორტუნა ბედზეა ჩაკეტილი ალბათ მეც მიკეტავთ მაგრამ იცოდეთ რომ მე შვენიერი ადამიანი მყავს წლებია გვერდზე და ვერ ჩამიკეტავთ და ვერ გადამკეტავთ ხო გაინტერესებთ ჩემო მტრებო ასე რომ ხა დადგებიან ჩვენი მტრები აი ეს რო გააკეთა ნინიამ აი ხა უჩვენებთ ნინიას გამომწერებს ნინიას არხს და ნინიას ჩემს მიჩვენებთ რა. კიდე არ გაჩერდებით, კიდე გიჩვენებთ, მაგრამ თუ მიაღწევთ მეორე დღემდე, არ ვიცი. რაც მეეჭვება მე. მეეჭვება, არ გამაბრაზოთ თორე. თქვენ არიცით, რომ ვეძმა მართლა არ უნდა გააბრაზოთ? მე ვერ ვაკონტროლებ ჩემ ძალებს. ისინი მე როსუ ხელი არ გავანძრიო ატკატებს თვითონ ბუმერანგი კი არა მარტო ეგრევე ასხლეტვა ხდება ასე რომ ჩემი წინაპრები რამდენიც არ უნდა სცადოთ ვერ ჩაკეტავთ აქეთ ხო ხედავთ რომ თქვენ ისჯებით უკვე ხო იგემეთ გაჩერდით და აყენეთ უკანალი გაჩერდით ჭიაყელები ესენი აი აქ ახართ აი აქ ახართ მაძუნგალებო თქვენ ადამიანების სიაშიც არ ახართ ამ საინთან ერთად წავა უყურეთ და რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე ხა ჩემზე რო ვლაპარაკობ თქვენს გულისხმობთ გამომწერება გამოიწერეთ არხი ნორმალურმა ხალხმა ვინც იბლოკება ვისაც მე ვბლოკავ დაჟე იმაზე რა ქვია დიაგნოსტიკაზე ესე იგი არ ახართ საჭირო მოსახვედრი მე არა მაქვს ვინც არ მიცნობთ გეტყვით რომ არა მაქვს მე არსად არა ვარ არც Facebook-ზე არც მაქვს Viber-ი მაქვს WhatsApp-ი და მაგრამ WhatsApp-ზე ვატარებ დიაგნოსტიკას შეგიძლიათ Viber-ზე მომწერთ მაგრამ WhatsApp-ი მაინც დაგჭირდებათ ხო აი აქაც კი თუ ჩემთან ხვდებით თქვენთან ჩემთან უკვე გასაუბრება სუროტაროარზე არაფერი არ გითხრათ ჯერ უკვე სერიოზული თემაა მიხვდით ხო უკვე მართლა იქ ხართ მოხვედრილი სადაც საჭიროა მე ჩემ დედმამიმშვილებს უმალავდი 10 წელი ჩუმად გავდიოდი სახლიდან და მუშაობდი ასე ხალხთან იმიტომ რომ მაგრამ მე რა თქმა უნდა გაიგეს და ერთად ვცადეთ მაგრამ რაღაცა არ გამოვიდა ну მენეჯერის ვარიანტში მაგრამ მე ხა მარტო ვარ და აი რამდენს უნდა არავინ არ მყავს დამხმარე ვცადე მაგრამ ვისაც ჩავაცვი იმან გახდა მოინდომა
და აღარ მინდა ეს ამიკრძალეს, მე სერიოზული აკრძალვა, მაგ თუ დაგბლოკე, ესე იგი დასაბლოკი ხარ, იმიტომ რომ ჩემ დროს თუ ვერ ახერხებ მომწერე, რომ დრო არ დამაკარგინო. და მეორე ადამიანს იმ საათებში ჩავთავდი. მე მაინც არ ვკარგავ მე კლიენტურას, მაგრამ არის ის, რომ თუ ვერ ახერხებ, ან დილობა იქონი, ან კულტურა, რომ მოიწერო, ხო არ ვიყბინები არა, თუ არა და მაშინ ჩემი დაკარგული დროის თანხა უნდა ამინაზღაურო. აი ესე აკეთებს ბევრი ჩემი გამომწერი, ხა არის ადამიანური რეფლექსების სიტუაციები, რომ რაღაცები ხდება, ხო? რაღაცები ხდება ცხოვრებაში. ხო, აქ ეხა მიცვალებულის მიწარო, აქ მე თვითონ მიცვალებულის, ვისთანაც მე ვმუშაობ, წლები საფლავზე. ძალიან გაუხარდა, რომ ეს მიუვიდა ეხა, შესაჭმელი ვიღაცები მიხვდით. ხო ხდებით. მაიმე ღმერთო დაალოცულო ეს აქაც ნახეთ. აჰა, აქ რა არის? ჩამოედღლიზა, აი ეს რაც წამოვიდა აქ, რაც ისა, აქეთაც ახლა ვარსკვლავია, აქაც რაღაცებია. პირველობა რომ უნდათ, ეს ოტკუპი მიიღეთ. შაო ძალებო. მაღალო ძალებო. ხო, რაც ხელია. აი. მიიღეთ. ვой, ეს გატეხილი არ დამავიწყდეს, ესე რომ ლატაო. მიიღეთ. აქ დარჩა ნემსი, გავატანოთ, ჩვენ არ გვინდა, არ გამოგვადგება არაფერში. აი ამას ველოდები, მეგობრებო, ხედავთ ხო? აი ამ პაწაწუნას. აი ამას. ჩაქრ. ახლა ჩაქრება. ხო. არ შეიძლება მე რო ჩავაქრო. არ შეიძლება. პაწაწუნა თან ქარი უბერავს, მაგრამ მაინც არ ქრება, ნახეთ? ესე უნდა ამუშავებს რაღაცას ამუშავებს. დაცვა დაიყენეთ, დაცვა. ნახეთ როგორ მუშაობს პაწაწუნა? აი, ხედავთ? სანამ ესე მუშაობს, მე ხა ვიტყვი. ეს ერთხელ საკმარისია. მაგრამ თვეში 3-5-ზე მეტი ნამდვილად არ ჩაიფიქროთ, 3 ჯობია. რიგრიგობით უყურეთ, თვეში რამდენჯერაც უყურებთ, იმდენჯერ უნდა გამოისყიდოთ. აქ ნახეთ მე რასთან შეჭიდება მომიხდა, როგორ იქნება 31 ლარი გადასახდელი, გამოსასყიდი, იმიტომ რომ მე სერიოზული ნობათი ძვირიანი მე ყოველთვის ესე ვშვები, უნდა ავიტანო, უნდა იქაც შევთხოვო და რომ ნამდვილად კუდიგურის გზას გაუყენოთ მიცვალებულ, სადაც უყვართ სიარული, აი გაუყენოთ გზა, მიხვდით? ჩვენს მტრებს. მადლობა მოუხადეთ მაღალ ძალებს, თეთრ და შავ ძალებს, რომ დამეხმარნენ და დაგვეხმარნენ, რომ თქვენც დაგეხმარონ. ნახეთ როგორ ანთია.
ერთი წუთი დარჩით, მოვალ. დარჩით. გვერდზე მიდევს. რა ვქნათ მეგობრებო, უნდა უყუროთ და ხედავთ რა მაქვს. ეს არის უძვირფასესი. ჩემი ყელსაბამია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად არ გამიგოთ ძვირიანი ხელნაკეთი და არ არის უბრალო ქვები. აი ამას მე ახლა მონეტებთან ერთად თეთრ ძალებს და შავ ძალებს, აი უყურეთ, ოტკუპს ვაძლევ, რომ აი ეს ყველაფერი ჩუქნი აი ამ სილამაზეს წაიღონ, ხედავთ ხო? ესე ხდება. კარგით, აბა აი აქ რა ხდება ახლა? დაიწყაბა. ესეც აქ. სხვისი არაფერი არ გვინდა. მოკლედ, როგორც ვამბობ, ისე თქვით, როგორც ვამბობ, ისე თქვი, ისე გააკეთეთ. ცოტი. ისე გააკეთეთ. ბოლომდე უყურეთ ხოლმე ყველა ვიდეოს. მოიწონეთ ვიდეოები. ხელი არ გეტკინებათ. მადლობას გეტყვით ძალები. ესე. ოპა, აქ სერიოზული მე ვგრძნობ მე მეგობრებო. ეს თქვენთან ერთად უნდა გაკეთდეს, რომ შესაწირად აქაც ამ ძალებთან გამოგივიდეთ. მიხვდით ხო? შესაწირი გამოგივიდეთ. აი ესე. მიიღეთ მაღალო თეთრო და შავო ძალებო, მაღალი რანგის ძალებო. საჩუქრად, აი ეს უძვირფასესი ნინიასგან და ჩემი გამომწერებისგან, იმიტომ რომ ჩემი გამომწერები ჩემთან გაცვლიან ენერგეტიკას, ფინანსური წყაროებიდან და დაიმახსოვრეთ, რაცაც შესაძერს ნებისმიერ რიტუალში თქვენ გააკეთებთ, ენერგეტიკის გაცვლას გააკეთებთ, ას მაგად მეტად მოგიბრუნდებათ ჩემი ენერგიებიდან და იმ ძალებიდან, ვისაც გაატანთ. არასოდეს არ დაგენანოთ ფინანსების, ოღონდ უაზრო ადამიანებში არ ვიძახი მათ მიეცი, მე მასე შეიძლება ვალები აიკიდოთ. და ხედავთ, ვინც ჩემთან არის, იცით? ეს არის ჩემი, არ ვაჩვენდი ხოლმე თქვენთან, მაგრამ აწი გამოჩნდება ხოლმე. უძველესი თაობიდან თაობაზე გადმომეცა. დეიდამ და მისმა ქმარმა მაჩუქა. აბა ახლა ყურადღებით. აი ხლა კი გემშვიდობებით, არ გემშვიდობებით, დროებით.
ხო წარმოგიდგენიათ, მე აქვს უშავი მაქვს ყველაფერი და მეც უშავი ვარ. მიყვარხართ. მომავალ შეხვედრამდე.